ჩამოჯექის დღევანდელ ეპიზოდს მასპინძლობს ავგუსტი, რითვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, დღეს გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ამსხრავს სტერეოტიპებს და ამტკიცებს იმას, რომ შესაძლებლობებს საზღვარი ნამდვილად არ აქვს, მის განცხოვრებას რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ შეზღუდვა შესაძლოა არსებობდეს ფიზიკურად, მაგრამ არა მიზნებსა და მონდომებებში. ძალიან საინტერესო ინტერვიუს გვპირდებით, ასე რომ ჩამოჯექით. Ჩვენთან ჩამოჯექის სტუმარი არის ყველასათვის საყვარელი და კარგად ნაცნობი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი. გაბატონო ირმა, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოჯექით ჩემთან ერთად. მადლობა და ცოტა ისე ირონიულ, სარკაზმულ იუმორს ვეთქვი, ახლა 20 წელია ვსმენ. კიდე შემომგორდი და ხო ესე სტუმარი პოზიციაში. მადლობა პირიქით რომ თქვენთან ერთად ვარ დღეს. მე სანამ უშუალოდ გადავდივარ ინტერვიუზე, მიმართავ ჩვენს პოტენციურ სპონსორებს. ძიებაში ვარ მე. მნიშვნელოვანი ფაქტია პრინციპში. კი, ბატონო, რაც სჭირდება დამეთანხმებით ნებისმიერ. კი, ბატონო. კი, ბატონო. ასე რომ ჩვენ პოტენციურ სპონსორებო, ჩვენ ღია ვართ და ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებთან, როგორც გაბატონი ირმა არის და ჩემი სხვა დანარჩენი სტუმარი, თვალს თუ გადაავნებთ ჩემს სტუმრებს, მათთან თქვენი სახელის წარდგენა, ვფიქრობ, იქნება ძალიან კარგი და ორმხრივი სარგებელი შეგვიძლია მოვიტანოთ და ასე რომ გელოდებით. რა თქმა უნდა, მეც აი ესე თქვენთან ერთად შევხვდებით თქვენს მიმართვას და პირიქით ვიტყვი, რომ მაყურებელო თქვენზე ბევრი რამ დამოკიდებული, დამწერები, მოწონებები და რა თქმა უნდა ნახვები და ალბათ მე როგორც სპონსორიც დაინტერესდება. კი ბატონო, მადლობა ამ სიტყვებისთვის. გაბატონო ირმა, მე ყველა ჩემს რესპონდენტთან ვიწყებ ბავშვობით საუბარს, იმიტომ რომ ბავშვობა ჩემთვის არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი. რაღაცა ბევრ რაღაცას მაჩვენებს ხოლმე ბავშვობა. ჩვენი ოცნება არის აფხაზეთი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ოცნება გვაქვს, მაგრამ აი თქვენეული აფხაზეთი დამანახეთ ბავშვობა. მოიცა ერთი დიდი საერთო ფიქრი, ტკივილი მაინც გვაქვს. ძალიან ბევრ საქართველოში, ვინც აფხაზეთიდან ვართ, ვინც სხვა საქართველოს ტერიტორიებიდან არიან და ვცდილობ, რაც მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის ბავშვობის მოგონებები შევინახო, გავფრთხილდე, იმიტომ რომ ზრდასთან ერთად აი რაღაცები გავიწყდება, უფერულდება, მნიშვნელობას კარგავს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი ეს ჩემი აღქმაში რაც მქონდა, როგორც მქონდა ჩემი სახლი, ჩემი პატარა კუთხე, ჩემი ლამაზი აფხაზეთი ხომ მთლიანად ვერ მოვასწარი მისი სილამაზეც იქბობა, იმიტომ რომ 7 წლის ვიყავი, დაიწყო და ჩვენთვის დასრულდა, იმიტომ რომ მოგვიწია ჩვენი სახლების დატოვება, ჩვენი კუთხის დატოვება და ნუ ვიძულებით მე უკვე განაწილდი სხვა მხარეში საქართველოში ჩემი ბავშვობა, რაც მახსოვს, რაც დამახსოვრდა არის ძალიან თბილი, ბევრი ნათელი ფერებით და ყველაზე მეტი სიყვარულია რატომ? რომ ალბათ დღეს ადამიანები დროსთან ერთად და იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, პროგრესირდება, ეს რამდენად კარგია ცუდი ამის თავის დადებითი. კი ბატონო. უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ მე ვცდილობ, რომ აი ამ ორამდრეულში ქაოსში შევინარჩუნო ყველა ის ბავშვობის სითბო და სიყვარული, რაც მომყვება, რაც მაგლია დღეს საზოგადოებაში, ადამიანებში, რაც ნამდვილად ცოტა არის, რაც სხვა პრიორიტეტები იყო მაშინ, ახლა სხვა პრიორიტეტებია, რა იყო თავრესმეში ადამიანების ღირებულებები, მათი მხარდაჭერა, გულით თქმა, დახმარებისთვის ვართ ხომ? აი ეს ღირებული ძირითადი ფასეულობები წამოყვა ბავშვობიდან. აი ესე რომელზეც დააშენეთ ხო, რომელზეც არაფერი არ შემიძლია და დღემდე უკვე 39 წლის ვარ უკვე ვახსენებ. და ძალიან მიხარია ჩემი ეს 39 წელი, რომ ესე ღირსეულად გავიარებ პრინციპში ძალიან ბევრი ქარტეხილი, ძალიან ბევრი ამინდის ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს ამინდის ცვლილებები აი ესე რაღაცნაირად მეთქრად თასავით ჯერჯერობით გავარდა გადამაქვს. ბავშვობა ჩემი არის რაღაცნაირად ასოცირებული უდარდელობასთან. არ მქონდა ზედმეტი პასუხისმგებლობები არაფერში. მქონდა მხოლოდ ძალიან დიდი სიყვარული, სითბო, შინაგანი.
მდგომარეობა 7 და რაღაცნაირად მინდოდა ეს ყველაფერი გამოსერებინა გვერდით ყოფილი ადამიანებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, რა თქმა უნდა, რომ ეს სიტყვა მოდიოდა ჩემი ოჯახის წევრებიდან. ეს სიტყვა მოდიოდა ჩემი მეზობლებიდან, რომ ბევრი არ ვეყავით და რაღაცნაირად ვამბობ, რომ მაშინ მეტი პატივისცემა იყო ადამიანის უფლებების, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი უფლება დამცველია, ძალიან ბევრი უფლებების დაცვის ვერკეტი გვაქვს, მაგრამ რაღაცნაირად ადამიანებში გაუფასურდა, ღირებულებები გაუფასურდა და შეიძლება რაც უფრო მეტად ვიცავთ, მით უფრო მეტია დასაცავი. მაშინ რაღაცნაირად ეს შინაგანად, ჩემს ოჯახში ესე იყო და შინაგანად მომყვება ჯაჭვებით არის რა. როგორც ჰქონდა ჩემს, ისე მომყვა მეც და დღემდე რაღაცნაირად მივდივარ ესე ბავშვობის სილაღიცი თავისუფლით და ნამდვილად იმ დიდი სიყვარულით, რა სიყვარულიც მაჩუქა ჩემმა კუთხემ, ჩემმა დაბადების ადგილმა, სადაც დავიბადე. აი ბავშვობიდან ყველაზე დიდი რაც გამოგვა ეს არის ალბათ სიყვარული. ის თქვენი ძველი სახლი, რა ბედი ეწია მას? დაიწყო ყველა სახლთან ერთად, ხო, არც ჩემი სახლი გადარჩა და ერთადერთი სახლი, რომელიც სავარაუდოდ გვაქვს ინფორმაცია და დგას არის ჩემს გვერდით ახალი გარემონტებული ქონდა, როგორ მახსოვს ჩვენს მეზობელს, ჩვენი ნათესავი იყო და გადაარჩინა მასწავლებელი იყო და მასწავლებელს ზოგადად ჭირდება ესეთი ნივთები, როგორც არის წებო. და სახლი რომ დაეწვათ, უჩრა გამოაღეს, ჩაგდეს ეს ფითმოგიდებული ასე ფითქებელი წებო გადაადო და გადარჩა სახლი არ ფითქებასთან. თუმცა ერთი დიდი ასფითქებელი მაინც მოხდა და რაღაცნაირად ის მაინც კვალი ეთყობა კი. და ნუ გვაქვს ინფორმაცია რომ დღეს ვიღაც აფხაზი ქალი ცხოვრობს და ცდილობს რომ შეინარჩუნოს. ალბათ საჭიროა და ის ცხოვრობს, თუმცა ჩვენი სოფლის ვიდეოები რაც ვნახე, სოფელი არის ტყე, ანუ საერთოდ ვერავინ ვერ ამბობს საკუთარ სახლს. ვერ ცნობს საკუთარ ტერიტორიასაც ცხოვრობდა ოდესმაც და მე კი არა აი ხალხი რომელმაც ნახევარი ცხოვრება იქ ცხოვრობა. ან მთელი თავისი ცხოვრება და რამდენიმე წელი უკვე აქეთ და ძალიან მძიმეა, როდესაც ჯერ ვერ აცნობიერებ რატომ გარბი ხარ, რას გაურბი ხარ, რატომ გესმის ბევრი ტყვეების უზრუნი, ხმაური კიბლი, ყველაფერი ერთად. და მე აი უკან გამიხედავ და დაინახავ რომ ყველა სახლი თითქმის ერთდროულად რაღაცნაირად იწვის. და ნუ ვერ აცნობიერებ რამდენად მძიმეა, იმიტომ რომ მაშინ ბავშვი ხარ. და ალბათ ეს მომენტიც ზოგს ბავშვობის ტრაუმა ისე მოყვება რომ ვერც კი იგებს. ბოლოს ვერ გიკლობს რის გამო. მე ვთვლი რომ ალბათ ქვეცნობიერი ისეთი რამე მაინც იმახსოვრებს რთულ მომენტებსაც და მაინც გადარჩენაზე ვიყავით ყველა იდეაში, ყველას თავში მომენტი ჰქონდა რომ აი ცოცხლები დავრჩები და სხვა დანარჩენს ყველაფერს მოევლება შემდეგ. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ჩვენ სოფელში თავისი ცოცხლე დატოვა და ეს არის ძალიან დიდი გმირობა ჩემთვის და პატივისცემა ჩვენგან. თუმცა ყოველ ჯერზე მგონია რომ ომი არის უაზრო წამოწყება, აი ყოველ საშინელი რაც შეიძლება კაცობრიობას დაეშალებინა საზოგადოების წინაშე, ადამიანების წინაშე და თვითონ ადამიანები ვაკეთებთ ამას და არ ვიცი. მე ვთვლი რომ ყველაზე ხირებული მაინც ვინც არ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე და ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ და ანუ ვიცადოთ რაღაცნაირად ხო მომფრთხილდეთ და ყოველთვის მე ვთვლი რომ ის დაკარგული წლები, რა დაკარგული წლებიც გვაქვს, მე თქვენ ძალიან ბევრ ბავშვს ვინც აფხაზეთი დატოვა და ამას ვერ აქვსნეს მინდა რომ აი სიხარულით ჩანაცვლდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მიწა-წყალზე ისევ შევყავთ, ისევ დავადგავთ ფეხს. ნუ ფეხს თუ არა შემგონები მაინც როგორღაც, მაგრამ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმედიც მაქვს, არ ვიცი რატომ. შინაგანად ძალიან არ უნდა დავკარგოთ, ასე მგონი არასდროს. ხო, ბოლოს ამით ვარსებობთ და არც იკარგება მგონი რომ იკარგება იმედი მათ ყველაფერი გეკრება და როგორც ადამიანი საერთოდ იკრება. კი, ზუსტად ეგრეა. და მე რა ეპიზოდი მინდა იცით რა გაიცნო თქვენ უკვე წამოხეთ ეს. ომის დროინდელი პერიოდი, როდესაც თქვენ დაბრუნდით, ან ჩამოხვედით აქ და წყალტუბოში გადახვედით, მე ესე ვიცი, ხო?
აი ის მძიმე წლები ოჯახის ერთობა უნდა გადაგატანინათ ალბათ, ხო? აი ეგ რო გაიხსენეთ, რა გაიარეთ? ომის შემდეგ აფხაზეთის დატოვების შემდეგ, ჩემი სოფლის დატოვების შემდეგ დაახლოებით 10 დღე ვიცხოვრეთ გალში, იმიტომ რომ ესე უცებ ვერ გადმოვედით, ვერ დავტოვეთ და უბრალოდ გვეგონა რომ ყველაფერი დაალაგდებოდა და დაბრუნდებოდით და 10 დღე გაგვანაწილეს ქალის სხვა ოჯახებში, სადაც აი არ შემიძლია რა ვნიშნა რომ მოვხვდი ძმების სასახლეში, ორი ძმა ცხოვრობდა იმ სასახლეში თავისი ოჯახებით ვართ და სამწუხაროდ არც ერთი ძმა დღეს ცოცხალი არ არის, მაგრამ მე მახსოვს კადრები როგორ გვექცეოდნენ დედაჩემი ცოტა ესეთი ქალია მკაცრი იყო უბრალოდ ეხლა უფრო სხვა მიდგომები ეგრეთ ხანდაც რო ცვლის ყოველთვის მაგრამ მაშინ ზოგადად გაწერილი იყო რა მოქმედების რაღაც ეთიკის ნორმები და როგორ უნდა მოიქცეს სტუმრად რომ ხარ როგორ უნდა მოიქცეს სახსას სტუმრად კი არ ხარ უბრალოდ გაგანაწილეს და ძალიან მკაცრად გვედგებოდა დედა რომ ხელი არაფერს ებდა თანხმობით პატარები ვიყავით მაინც და აი სახლში რომ ჭამისი არ ჭამო ანუ შენ და ძალიან ცდილობდა რომ არ გავშინაურებულიყავით სხვის სახლში თუმცა ძმები თავისი ოჯახის წევრები პატარა ბავშვები ყავდათ უფრო პატარა ვიდრე ჩვენ ვიყავით და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ესე დედას არ დაინახა და ჩვენ ეს დამიძახებდა ერთ-ერთი თვე მოდი ხარშვილი სიმინდი მაქვს და გაჭამა ძალიან აი ეს ხელს რომ წავეღებდი მაგიდასთან ჩემისთვის დედა გამომხედოდეს ვაჩერდი ხო და სამ ყველა არ დაიწყებდა შენ რაღაცნაირი ხო გაწერილი ნორმები იყო ეთიკის და ქცევის და შესაბამისად მაქსიმალურად ისეთი საყვარელი ოჯახი იყო რომ არ შეიმჩნიეს დედა ძალიან შემიყვარდა ის 10 დღე რაც მათთან ერთად გავატარე მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე დღეები იყო და ძალიან მძიმე დიალოგებს ვისმენდით არ ვიცი რატომ გამნაწილდით ალბათ ერთ-ერთი ოჯახის სურვილი იყო წყალტუბოში და ეს ოჯახი ჩვენი მეზობლები იყვნენ ცაგერაში და რაღაცნაირად დედას მეგობარი იყო და აი ამიტომ თითქმის ნახევარი ცაგერა წყალტუბოში ცხოვრობდა. წყალტუბოში დაახლოებით 13 წელები ცხოვრობთ და სკოლა იქ დავამთავრე. მძიმე წლები გავიარეთ რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად არ მიყვარს რაღაც მძიმეზე გამამახვილო ყურადღება. ანუ კი, ნახე როგორ არის ხო შენ რატომაც შედეგი ადამიანად აი ეს მძიმე წლები იყო წინაპირობა და ზუსტად ყოფა ცხოვრებამ ხო განაპირობა შენი ადამიანად დარჩენა შენ რჩუნება რაღაც ახალი უნარჩვევების გამომუშავება მიგახვედრა რომ ბავშვი ხარ მართალია მაგრამ ბავშვსაც კი შეუძლია იყოს დიდი გარკვეულ ხო სიტუაციებში გაიზარდეთ უცებ ხო ინტერიერში ძიმე პერიოდი გამოვიარეთ რა თქმა უნდა სწავლის პროცესშიც კარგად სწავლობდი არ სწავლობდი ცუდად მაგრამ აი ჩაცმის კუთხით ზამთარში მართლა ერთი ფეხსაცმელი მქონდა და სამდე დამიგრაციაში წავიდოდი და მამა დავკარგეთ და წავიდა მოსკოვში და იქიდან ვეღარ ჩამოვიდა და საბოლოო ჯამში როგორ ხაც მოხდა და ჩამოვიყვანეთ თადერთობა არ ყოფილა რაღაცნაირად დავიქსავსეთ და დავიყავით და მე ნელ-ნელა შევიკარით რაღაც როგორც ოჯახი მე მიზანი გქონდა ერთი გადარჩენა და რა თქმა უნდა და არ შეგვცვალა დედის სიყვარული და სითბო როგორ არ დაგვაკლდა იმიტომ რომ 13 წლის ასაკში დამტოვა 13 წლის ვიყავი და როგორ პერიოდით 16-მდე 3 წელი არის უცებ იზრდები ხო და 3 წელი ვერ ჩამოვიდა და გაზრდილი დავხვდი რომ ჩამოვიდა და მეც რაღაცნაირად დედაჩემი ცოტა ვიცხოვე მიხედავთ თუმცა ეხლა რომ მაშინ არ იყო Skype-დან ბავშვად იყო და ჩიხურის ტელეფონი და სანტორიმში რაღაც განყოფილება იყო იქ ერთი ტელეფონი და და ჩაგერიცხა მთელი ამბავი და გადაგეხა და გეყიდა აი მისასტიკობები და აი მართლა კვირაში ერთხელ თუ დარეკავდა და კვირაში ერთხელ გაიგებდა ჩვენს ხმას და ეს ხომ წარმოგიდგენია დედისთვის როგორი საშინელებაა და ხო ანუ დღეს სხვა შორის ბევრი ამბობს რომ აი შვილებს როგორ ტოვებდით და როგორ ტოვებდნენ აბაშვილებისთვის აკურებდნენ როგორ მოკვდნენ შიმშილჩიერი სიცივით ანუ დედა ამას ვერ შეხედავს ანუ ეხა ნორმალური დედა ვინც ოჯახზე ფიქრობს განიცდის და
ზოგადად და სხვა რიცხვ აქ გაუმართლა, ადგილზე გაუმართლა და სხვა რაღაც დანიშნულებით შეძლო და გაძლო სადღაც ან გაუმართლა და ღვთისწყალობა დაეცადა რაღაცნაირად აქ მოახერხა ოჯახმა ეს არის ყველაზე კარგი რა თქმა უნდა შესაძლებელი სამის მაგრამ ძალიან ბევრმა დატოვა და მეც დამტოვა დედიკო რა უკნა ჩემი ყველა ოჯახის წავიდი ხო რა თქმა უნდა მაგრამ მე ჩემმა და დამაცა წავიდა ჩემი და წაიყვანეს მიგრაციაში პატარა იყო ძალიან და ნუ რაღაცნაირად ხო ბრძოლებში ხაი თქვენ დამცირებას გავუწევთ რა ბევრი დაცინვა მაშინ ეს ბულინგი დღეს მანდა შემო. აი დაცინვა იყო მართლა დაცინვა და მცირება იყო და დღეს რო ვიხსენებ ხა მე მეც რაღაცნაირად გავს როგორ გამცინიკოსდი და ხო აღარ ვიღებთ იმათ ამ არასწორ დამოკიდებულებას და მეც ძალიან წარედ ვასრულობდი და არც მოსწონდა თქმა უნდა მაგრამ ჩემი თავის დაცვა ნამდვილად შემეძლო და არა მარტო ჩემი თავის დაცვა შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრს ეშინა და ჩემი პატარა გოგო ვიყავი რა თავიდანვე მე შეიცვალა ჩემი ცხოვრება აი მე მაგ ეპიზოდზე მინდა რომ მოვიდა თქვენი ცხოვრებით ქალბატონო ირმა ქარტეხილებით, ну, შვიდი პერიოდებით, მარცხებით, წარმატებებით. ხართ ადამიანი, რომელიც სხვისთვის ხართ მისაბაძი. აი, სადღაც იმედს რო უხვივებთ ვიღაცას და ხართ ადამიანი, რომელიც ამსხრევთ რაღაცნაირად სტერეოტიპებს და ზუსტად ხართ მაგალითი იმის, რომ შეზღუდული თუ რამე არ არის, ეს შესაძლებლობები არის. და მე მინდა მივიდეთ თქვენ ახსენეთ ახლა ეს ეპიზოდი თქვენი მძიმე დიაგნოზი რომელმაც გამოიწვია შემდგომ ეს პროცესები აი როგორ მოხდა უცებ რაღაცა გაიგეთ თუ რამე უცებ არა ნახე ხდებოდა რაღაც წლების განმავლობაში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში და არ ვაქცევდი ყურადღებას მაშინ დედა ერთხელ ჩამოვიდა და მე პერიოდულად გვინდებოდა მიგრაციაში ამოვისუნთქეთ ფინანსური ხალხი დანიშნავს რომ გავთამამდი მაგრამ საკვები არ გვიჭირდა და ჩასაცმალი ბინა და სახლი ახლა ზედმეტია სადაც ცხოვრობდით იმერთან თახში მაგრამ ნუ მშიერი არ ვიყავით და ნუ არ ვქციოდა ზამთარში რაც შეეხება ჩემ მდგომარეობას რაღაც ერთი პერიოდი იმის უფლებასაც ვაძლევდით თავს რომ აი დასასვენებლად სადღაც აი ქობულეთში მაინც სხვაზე ერთხელ ერთი კვირით წავსულიყავით და ეგ შესაძლებლობა რა თქმა უნდა დედიკოს წყალობით მომეცა და დაახლოებით 16 წლის ვიყავი როცა პირველად ესე გავიდი სხვაზე და მანამდე ეს ტკივილები პერიოდის დროს მენსტრუაციული ციკლის დროს რაც მქონდა და მარტივად გავითავისა რომ ყველა საათი ნორმა არის და რაღაცა პერიოდში არც მქონდა იმის ფუფუნება რომ ეხა სადმე შეგვემოწმებინა თავი და ეხლა სად იყო ძალიან უკანასკნელ დონეზე სანამ არ იქნებოდა ექიმი არ დაგჭირდებოდა რეალურად დაეცემოდი მაგრამ ექიმი ნუ ჩვენ შემთხვევაში ფუფუნება იყო და მოკლედ გავითავისებდი ეს მოვლენა ჩვეულებრივი რატომაც არა უარესების სჭირთ და საბოლოო ჯამში შევაგო იმას რომ ამ პერიოდის პროცესში და ავიტანო ეს ტკივილი თუ გამაყუჩებელი და ჩვეულებრივი ჩაივიდა პროცესი სხვაზე რომ ვიყავით დასვენებლად გარეთ გათხოვილ ესე ბუნგალოს სტილის რაღაც მარტო ჩვენ ვიყავით კარts ვთამაშობდით რა სამეგობრო წრე და წვიმა დაიწყო ქარი ამოვარდა იქ ყველაფერი ერთად ქარბუქი რა ვიცი აბსოლუტურად შტორმი იყო და მოკლედ ყველა გაიქცა ნუ ყველა საწმებს რაღაც და მე ახლა წამოვდე და რომ გავიდე გარეთ გადავდგი ბუნგალდან გავიდე ხო შუა ქუჩაში და მაწვიმს როგორც ვეღარ გადავდგი მეტინაბიჯი იმიტომ რომ ტკივილმა რომ გამაჩერა ხო ფრიზ გავშეშდი ჩვეულებრივად გავშეშდი და ვერც ვამბობ ხმამაღლა იმიტომ რომ ტკივა ხმას ვერ ვიღებ და ნუ მე მივხვდი რატომ იმიტომ რომ გუნკერდის არეში იყო ეს პრობლემა და ფილტვ საჯდა და ჩასულთქას ვერ ვახერხებდი ანუ ხონდა გეთქვა რაღაც ვერა
და ნუ ბავშვები გარბიან, მე ნუ აშკარად ერთ-ერთმა ჩემს ბედზე მოიხედა უკან და დაგინა. ვირმა რა გჭირს და მე ფერი არ მაქვს. თქვავარ შველი. აი ეს სუსტად აი ესე რომ ხმა არ მაქვს რა. და გამოიქცნენ ფეხი ვერ გადავდგი ხელში ამხდა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა და ესე ხელში აღდებული. მე მიყვანა ბინამ სადაც ცხოვრობდით რა. შევიფუთე ჩავცვით ბილად. რაღაცნაირად ესე ტკივილები მქონდა, მაგრამ აი რაღაცნაირად მიხუჩდა და ჩაჩუნდა და ღამით საღამოს დაახლოებით 6 საათზე რომ დამეწყო. აი გაუსაძლისი ტკივილი, ოღონდ კისრის მალიდან ფეხის თითამდე. ვერ ვიხუდებოდი ისი ტკივილი იყო, მთელი სამეგობრო ხომ ეხმარებოდა და აბასა და გააცხელეს ეს ტანსაცმელი თბილიტაზე თვითონ მეხვეოდნენ და ეს ჩემი გოგოები ჭკუაზე მოკლედ ძალიან ცუდად იყვნენ. იმიტომ რომ ვერ ანუ წერტილი ვერ ვიპოვე როგორ შეიძლება და ან დავწოლილიყავი, ან თონჯდარიყავი, ან თონჯგარიყავი, არ მტკენი. ხო, რაღაც პოზა. და საბოლოო ჯამში დილის 6 საათამდე ესე მქონდა და ბოლოს გამოვიძახეთ სასწრაფო მაშინ მოგეხსენებათ სასწრაფო როგორ იყო პატარა მოტოზე მოვიდნენ ორი გასულები საერთოდ ამ სამყაროდან და უიო რა გჭირსო მეთქი აი ესე ბავშვები ციხსნიან რომ წერტილს ვერ მართლა ესე მოხვეული კენგურუსავით ჩამისვა ჩემმა ერთ-ერთმა დაქალმა და რაღაცნაირად რომ ჩავწყნარდი ან ტკივილი არ გაჩერებულა მაგრამ ეთქობა სითბომის სიამოვნა არ ვიცი და ცოტა გავითიშე ჩამეძინა და ისევ გამეგვიძა და უკვე დამხვდნენ და გამოყუჩებლები ეგრევე ძიმე გამოყუჩებელი ისეთი რომ ტკივილი გასულიყო და დამძინებოდა და მითხრეს მერე რომ მაიცო თირკმელიო შეიძლება კენჭის გავლა. კენჭის გავლა კისრიდან ფეხის თითამდე არ იქნება ცოტა. კი ბატონო. ჩამოვედი ქუცაიში. გორო წყალტმოში მე წავედი ქუცაიში და გამოვიკვლიე თირკმელი და აბსოლუტურად ყველაფერი. რატომ იყო წესრიგში არ ვიცი მე გეტყვი. იმიტომ რომ ერთი თირკმელი დღეს არ მაქვს მარჯვენა. და 20 წლის შემდეგ ხო ამომიხე. არ ვიცოდი არა და გამოვიკვლიე. არაფერი არ მჭირდა. რეალურად რაღაც სისხლის გამოთხელებები მაინც დამინიშნეს რომ შეიძლება იყოს ცედდება შეიძლება. და ნუ მაგის გამო შეიძლება რაღაც ის ტკივილები. ანალიზები ჩავაბარე. ესე იყო. არსად არაფერი არ ხდებოდა. მე ხერხემალი ცალკეთე. კი ბატონო. და აი იმ შემთხვევის შემდეგ დამეწყო ჩავაბარე უნივერსიტეტში და აი თითის დაფუშება ტერფი აი პირველი დღე რომ წავედი უნივერსიტეტში მაშინ ფეხსაცმელი ვიყიდე ქუშები რაღაც არ მიყვარდა მაღალი ქუსლით და ესეთი ქუსლი ქონა პატარა თოჯინა ფეხსაცმელი იყო და მარცხენა ფეხზე კარგად მოვიგერა და აი მარჯვენა ფეხზე ვერაფრით აი რაღაც ვერ ვუძნობ აი მაცვია ვერ ვუძნობ და ბოლოს ჩავთვალე რომ რაღაც ფეხსაცმელში ეხა პრობლემა თორე მე რა შუაში ვარ და ძალიან სწრაფად 2 წლის განმავლობაში ტერფი და ბოლო 2 კვირის განმავლობაში მთლიანი ფეხი წაიღო. ანუ როგორ იყო იცი ტერფის მერე მუხლი რომ წაიღო ამას მიხვდებოდი ხო უცებ მაგრამ აი ჩავაბარე უცხოენ ინფორმატიკაზე პირველ კურსზე ვიყავი IT ტექნოლოგიები მაშინ ძალიან ტრენდული იყო და მოკლედ მეც არ დავაყოვნე და ჩავაბარე მაგრამ მათემატიკაში ხა გიჟი არ ვიყავი მიჭირდა მაგრამ ინგლისური ძალიან კარგად ვიცოდი იმ პერიოდისთვის რა და ენებისკენ მიდრეკლებოდა და მე ვთვლიდი რომ ინფორმატიკას ჩავანაცვლებდი ან უცხოენა ლიტერატურით ან უცხოენა ისტორიით რა რაც არ დამცალდა ნამდვილად და მოკლედ გზაში მჭირდა ეს რაღაცები პერიოდულად გადად ფეხის ანუ სიარულის დროს ფეხის აწევის დროს მარჯვენა ფეხის მუხლს ვეღარ ვუცნობდი იცი შეგვიძლია ვიკეცებოდი ანუ ხშირად ვიკიცხავდი ხოლმე საკუთარ თავს რომ გოგო წინ გაიხედე და რა გჭირს და ნუ წინ რო ვიხადე ცოტა შოკირებული ვიყავი იმიტომ რომ მართლა არაფერი არ მისლიდა ხელს ფეხის გადადგმის რაღაცას ეხლა ტერფი წამომედოდა და თითქოს ხო არ იმაშებოდით აი გინდოდა დაგიჯერებინათ ხო აშკარად დამეთყო სიარულის მანერაზე მაგრამ მე ხო იცრას ვაკეთებდი სარკე მქონდა ოთახში სადაც ცხოვრობდი ერთი ოთახი მქონდა სამურალში გრძელი სადაც
ვარჯიშობდი როგორ უნდა გადამეტანა ასე აუცმენიაში რომ არავის შეიმჩნია. მართლა. ხო. აუცნაურია ხო? და ალბათ იმიტომ რომ არ მინდოდა ვიღაცას ეთქვა რომ უი რა გჭირს რა დაგამეტყვა რაღაცაში ჭირდა მაგრამ ვერ ვიაზრებდი რა. და საბოლოო ჯამში უკვე ყველამ შემჩნდა მეც რომ მეხარ მალავდი ჩემი დის ნათლია ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი მითხრა რომ გეხვეწება არ მომწონსო და დედა აქ არ იყო და ჩემი ყველა მიგრაციაში არ ვუმხელდი თან ისეთი საზღარი ხასეთი მაქვს რომ საზღარიც არ არის აი ემიგრაციაში შორს რო არის თუნდაც ქუთაისში რო იყოს ხა აქედან თბილისში ორივე ესეთი ემოციურები არიან მამიდაც მესამე ესეთი ემოციურია რომ თითი რო გაგეჭრება გგონიათ რომ სავადმყოფოში წევხარ ცუდად ხარ კვდები და მეც მაქსიმალურად ვფრთხილდებოდი რომ მე ნერვებზე არ მეთამაშა რა და არ მეთქვა რომ ისე ცუდად ხარ არ ვიცი რა მჭირს მაგრამ აშკარად ცუდად ხარ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ბოლომდე დედა იყო პერიოდში ჩამოსული როდესაც მუხლის გათიშული მქონდა დაწყებული და როგორ მახსოვს რომ კოკაკოლის ბოთლით რეკლამაში არ გამომიდეს მაგრამ სადაც კოკაკოლა საჭიროა სპონსორები მოკლედ კოკაკოლის ბოთლით მასამარ მაღაზიიდან გამოვედით მიხარია რომ დედა ჩამოვიდა რაღაცები მიყიდა მოკლედ ყველაზე არ ვარ ერთად მოვსეირნობთ ლენინის ქუჩიდან ზემოთ და მოკლედ სახლისკენ ჩვენ წითლანძის ქუჩაზე და მოკლედ უცებ ბორდიურზე ფეხს ვეიდგავ მარჯვენა ფეხს და ეს კოკაკოლა ცალკე მიფრინავს მე ცალკე მიფრინავ და დედა ჩემოუცებ შუა თხასავით თოთე ხარ რა იყო დედა გამოიხედე თვალებს და მეც ანუ ხო ხვდები რომ არ მინდოდა ენერგიულა მეთქი უი ხო ვერ დავინახე რა ანდრე შოკში ვარ რომ ფეხი ვერ ავწიე უკვე რა მეთქი მაიმე ფეხს ვერ ვწევ ან ფეხი ვერ ავწიე და ან როგორ პერიოდულად როგორც წამიერად წყდებოდა კავშირი და მე უკვე მოდიოდა კავშირი მივედით ქუთაისში სამწუხაროდ პირველი მისვლა ნევროპათოლოგთან ტყუილი დიაგნოზით დასრულდა და ლამის სხვაგან გავიკეთე ოპერაცია გადავჭი რომ უბრალოდ შიშმა თავის ოპერაციის გაქონება აი გავიგე ოპერაცია მეთქი არა არ მინდა ჯერ არ ვარ მზად ოპერაციისთვის და არასწორი დიაგნოზი იყო თავის საერთოდ არასწორი რაღაც დასვა ოღონდ გადავჭით რატო წამოვედი თბილისში გადავიღე წელის მალებზე მითხრა რომ წელის მალებზეო გაქვს პრობლემაო რადგან ფეხსო უჭირსო რა ხო და წადით თბილისში მაშინ მიხაილოვი იყო მერაი მაგნიტურეზონანსი ტომოგრაფია პირველი რაღაც წავედი გადავიღე და ნუ რო გადავიღე იქ გამოჩნდა რომ წელის მალებში სითხეს ქონდა ფერი შეცვლილი ეს აი დენა არც მაგრამ ალბათ იქ მეხედა ხო, კი. მოკლედ ყვითელიაო სითხეო და ეკონოსაღებიაო გასაკეთებელი ოპერაციაო და აი მან დავიყავი მზად ოპერაციისთვის და ლელას ვაუბრუნები რომ მეთქი და ლელამაც ჯერაო რა. ხო. მოდი ვინმე ვიქნებს სხვა ნახოთ რა. მოდი ხემაზე არის ფიქრეს ვიდაპირ. ნეიროქირურგთან გაგვიშვეს მე უკვე მეოთხე სართულზე როგორ მახსოვს იმ კაცმა გადაგვარჩინა რეალურად. იმიტომ რომ მითხრა გამსინჯა სად გრძნობ სად ნემსი მოიტანა თითში შემარჭვა და შემხედა და ირგრძნო მანამდე უკვე საერთოდ ფეხი წამერთვა იმიტომ რომ ბარძაყიდან ვერ გრძნობდი ბუნდუას ჩათვლით და მარცხენა ფეხით დავდიოდი მივათხრებდი მარჯვენა ფეხს მაგრამ დავდიოდი მოკლედ ბოლოს გითხრა იმ კაცმა რომ თქვენ რო გგონიათ იმაზე რთულად არის საქმე რა წელის მალები დაივიწყეთ საერთოდ წელს ვაჩვენეთ წელის მალები შესასვლელი არა სითხე ძალიან კარგი მდგომარეობაში ეს არის ზემოთ და ეს არის გაცილებით რთული სიტუაცია მე გირჩევთ რომ ან აქ ქუთაისში იყო ჩიქოვანი ეხლაც არის ავარაუდოდ მოიძიეთ ჩიქოვანი ან წადით თბილისში და თუ ვინმე ყავთ ნათესავი აი სთხოვეთ რომ მოგიძიოთ ნეიროქირურგი ვინც ამ საკითხს ანუ რეალურად კომპეტენტური იქნება დაგილაპარაკებათ გეტყვით ანალიზებზე სწორად გაგიშვებთ რაც გჭირდება კვლევა რაც მნიშვნელოვანი არის რა გავიკეთო არ ვიცი ხო მოკლედ წამოვედით თბილისში უკვე ძალიან ირთულდებოდა მდგომარეობა იმიტომ რომ კიბილები მქონდა ფილტვის არეში რომ ვერ ვსუნთქავდი და ვეღარც ვამბობდი ვერაფერს რომ ანუ ძალიან გახშირებული სუნთქვით და ძალიან ხმაურიანი სუნთქვით სუნთქავდი და საბოლოო ჯამში ვიპოვეთ ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან ნეიროქირურგი ბატონი თამისკერძევაძე ჩემი რეალურად სიცოცხლე იხსნა და დღემდე რა ვიცი მადლიერი ვარ ამ ადამიანს რომ არა ეს ადამიანი ალბათ ისე გარდაცვლილობები ვერ გაიგებდა რა დამმართა
და როგორც კი შევედი თავის კაბინეტში და შემხედა აბრაბეწებს, რომ მე ვთხარი ფეხს ვერ ვგრძნობ, თვიანი წამერთვა, უროლოგიური პრობლემებიც დამეწყო და მეთქი მოდი ერთი ვადიქიო, ხა ცერზე დადიქიო რაღაც და ეგრევე გამიშვა სასწრაფო რეჟიმში, თოდუაში, გადაიღე გუნკერტის არეში და სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად მომიტანე პასუხი, რომ არ არის ერთი დღეც დასაკარგო. ხო. შეეშინდა, იმიტომ რომ სავარაუდოდ როცა იცის რელატივმა უკვე სირთულეში კარგად გაიყვა და ანუ მიხვდა რომ არ იყო დასაკარგი არც ერთი დღე. მოკლედ მოვიტანე თოდუაში რომ შევედი და გადავიღე MRI გამოდის საინიშვილი ნიკოლოზი იყო ჩემი რადიოლოგი და ნუ ეძებს ხეცურიანს პაციენტს და აშკარად 18 წელი აქვს მითითებულად ვერ დაიჯერა რომ მაშინ 18 წელს ვიყავი და ამ დაავადებით ვერ დაიჯერა რომ 18 წელს ვიყავი და რომ ავდექი ფეხზე საერთოდ შოკში ჩავარდა, იმიტომ რომ რაც ეხლა შენ გუნკერტის არეში ზურგის ტვინიდან აღმოცენებული გაზის ხერხემალზე ხო სიმსივნე იყო კეთთუსებიანი ხო უსარმაზარი და სწრაფად მზრდადი რეალურად ლოგინად შეწოლილი უნდა იყო ეხლა უნდა მოეყვანე ვიღაცა საკაცითო და შენ ფეხზე როგორ დადიხარო რა გაუცებული იყო და ნუ ეს ყველა ანალიზი თავის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით გავეშურეთ პირდაპირ კერძავაძესთან და კერძავაძემ გითხრა რომ ერთი დღეც არ შეიძლება დავკარგოთ იმიტომ რომ ფილტუს ეზის და ანუ ასე ახარესაც და უკანა მხრიდან და გიჭერს ყველაფერი სუნთქვა გაგიჭერდა ფილტუს დაკეტავს ანუ სხვა კი არაფერი მოგხობს ფილტუს დაკეტავს და ვერ ისუნთქვა ერთ კვირის შემდეგ აი ორი დღე კვლევები ხონდა ჩაგიტარონ რა წინწა ოპერაცია იმ დღეს რომ დავწექი კვლევები ჩამიტარეს, როგორც კი მიხვდნენ რომ ფილტვი ან ვეღარ ამოვისუნთქენ, ტკიო და ღრმად ვერ ამოვისუნთქენ, მე დილით გამიყვანეს უკვე საოპერაციო. არავის არ ვთქვამს ჩემთვის რომ შედეგი მექნებოდა. აი, უნდა მეკითხა. იცოდით ეს არა. ეს იცოდა მამა-ჩემმა ის რომ შეიძლება ოპერაციის დროს ცუდად წასულიყო, ყოველთვის ეგრე არა. რა თქმა უნდა. ხელი მამა-ჩემმა მოაწერა, უთხრა ექიმმა, ქირურგმა რომ ან სიკვდილი ან ეტლია. ეგრე უთხრა სუსტად ესე ტექსტი მამა-ჩემმა დღემდე და მეტყვი. 4 წლის წინ გამიგე რომ მამა-ჩემს ხელმოწერა იყო და იცოდა რაც მელოდებოდა რა. მამა-ჩემს გარდა დიდად არავინ არ იცოდა რა. მე ნელ-ნელა მერე გაიგო ყველამ რომ შეიძლება რომ მამა-ჩემმა იცოდა ყველაზე სწორი პასუხი. და წარმოვიდგენია ნუ მამა-ჩემს რა ჰქონდა გულში როგორ ებრძოდა ყველაფერს და რაზე მოაწერა ხო ხელი ანუ იარჩერა თქვა მადლობა და ისინი ცალკე მადლობა მამას იმისთვის რომ ხო რა თქმა უნდა ცოცხალი აირჩია შვილი რა თქმა უნდა და დატოვა კი ბატონო აი წლით მოსარგებლე მაგრამ აბა რა შედეგებით დატოვა ხო თავისთვის და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო ცოცხალი ყოფილიყავი და დანარჩენს არ მქონდა მნიშვნელობა რეალურად და მე არ ვიცოდი და ნუ 9 საათამდე მიმდინარეობდა ოპერაცია და ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა გარდა იმისა რომ ეტლით მოსარგებლე დავრჩი ჩვენ ძალიან კარგი ნეიროქირურგები გვყავს და ეს ნაახმეში მეც მქონია შეხება ნეიროქირურგთან მეც რაღაც მაქვს რთული ოპერაცია გადატანი და ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულს და მეც მეუბნებოდი რომ აი ძალიან შვილს რომ გაუკეთებს ოპერაციას ისე გიკეთებდათო იმიტომ რომ ძალიან განიცადა რომ 18 წლის იყავიო ჯერ კიდე პატარა იყავიო და აი არ ვიცი მკითხეს რა თქვენი მამა ბატონო თამაზი იმიტომ რომ ისე გიკეთებდა ოპერაციას აი ამთან შიშონპირია მარჯვენა ხელზე თითები აი გაჟვიცი მართლა და აი ძალიან მაგარი თავის საქმის პროფესიონალია მე ესე ვთვლი და ალბათ ყველა ექიმის განმოგზაში არის რაღაც არასწორი მომენტებიც რა თქმა უნდა მაგრამ ეს ყველა ადამიანს თანაცდებს და ხო ექიმს ყოველ დიდი პასუხისმგებლობა აქვს ისე როგორც არავის და მე ძალიან კარგად მისმის რთულ მომენტებში მათი და მე ვთვლი რომ ხო ყველაზე ესე ფხიზელი ადამიანები უნდა იყვნენ
შემდგომი პერიოდი, აი როდესაც თქვენ და დამეგობრდეთ ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, და გამომდინარე რომ არ ვიყავი მზადად თან დასამეგობრებლად, რა თქმა უნდა. არ შემშინებია რაღაცნაირად იმ მომენტში, როცა ერთი თვის თავზე უკვე დამცველ სეტლში მაგალითად არ შეიძლება ჩემი ჩდომი იყოს, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული პროცესები იყო გასავლელი, რომ გავიღვიძე ყველგან ტრენაჟი მქონდა, კათეტერები, აი აბსოლუტურად მიერთებული ტიპი ვიყავი ყველაფერზე. თქვენ გიგონათ ეს დროებითი იყო და მე მეგონა რა იცი ოპერაცია დავიკეთე, ნაგერი შეხორცდება და მე ავდექი და გავირბინე კაც ჩვეულებრივად, ანუ სიმსივნეს მოკლავდით და ხურული მიყავდა. გავიმარჯვებდი ამ ყველაფერს ესეც სებიანი იყო და არ იყო მეტასტაზური უბრალოდ სწრაფად იზრდებოდა და კი ბატონო. ნუ ქნით ეს სხვა ანუ ანატომია ისწავლე, ირმა ანატომია ისწავლე, მე ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ მანამაი რაღაცნაირად მეგონა რომ ხერხემალი და რა, ზურგის ტვინი და რა ეხა, რომ თავის ტვინზე მუშაობს ხალხი და მეხზე რომ ვერ გავივლით ეს ჩემთვის ყველაზე შოქი. მოკლედ რომ გავიღვიძა მიერთებული ვიყავი ყველაფერზე ხო მეგონა რომ დროებითი იყო. და რაღაცნაირად ნუ ჩვენ თავს ვაცვლით იმის უფლებას რომ მეფიქრა რომ კარგი ეხლა გაივლის ეს კაი მაქსიმუმ 1 თვე. 12 დღის განმავლობაში ვერც კი ვჩდებოდი, ანუ საწოლის საზურგესაც ვერ აყენებდნენ ჩდომის პოზიციაში რომ ყოფილიყავი, არ შემეძლო. ვერ ჭამდი ფეხზე მახსოვს გადავიძრე საბანი, როცა ხელი მომძლიერდა, იმიტომ რომ ხელიც მეშინოდა. ახალი ოპერაციები რა ხარ სუსტად. რა თქმა უნდა, ხელები არ ვშლიდი. კი ვერ ვშლიდი, არ ვშლიდი მეშინოდა. ძალიან გავხდი, ანუ ისეც გამხდარი ახლა ვიყავი და მე მგონი 30 კილოზე ჩამოვედი ისე გავხდი და მოკლედ რომ გადავიხადე ეს მაინც მძიმე ვიყავი ცით. მძიმე ვიყავი ადამიანი რომ მოძრაობს. ხო, ძიმისა და ეხლა გადავიწრე საბანი, არ ვიცი რატომ გამიჩნდა ეს, ალბათ შემოწმხა რაღაც კითხვებმა. ხო. სულ მეგონა რომ ციოდა ფეხს. და ეს ოპერაციული პოსტფსიქოლოგიური მომენტია, როცა კიდურები აღარ გემორჩილება, ან აჭრიან, ამპუტირებას უკეთებენ, ფსიქოლოგიურად გრჩება შეგრძნება რომ ფეხები მაინც გაქვს. და სიცივე, ზითბო რაღაცა დამახსოვრებული აქვს, მაგრამ ვერ დამცგრძნობ. და ნუ მე სულ ციოდა ფეხს. მეთქი რატომ ციოდა, გადავიწრე და ფეხები იყო ისეთ საშინელი ფერი. ხა კანი ფერია კაცო. მაშინ ისეთ საშინელი ფერი იყო, რომ აი ამ ემოციას აი ვერაფერი ვერ დამავიწყებს. აი საზარელი მდგომარეობა, საზარელი ფიქრი მქონდა თავში, რომ ეს კი ჩემ ფეხებს უყურებ ხათო ეს სხვა ადამიანის ფეხები. როგორი ფერი იყო იცი? აი რო იხსნება ხო იცი? თეთრი, ყვითელი, მოლურჯო, მოყავი, ყველაფერი იყო შიგნით. იმიტომ რომ სისხლი რო აღარ მოძრაობს შიგნით, სადღარ სანამ აღდგება იქ. და ეს და აღდგენის პროცესს მე უკვე სხვა ეტაპები აქვს და მე ისეთ დროს გადავხადე რომ პირიქით დასაწყის ეტაპს და ის შოკი მქონდა სერიოზულად მეთქი ვაიმე ღმერთო არა ოღონდ ეგარა მე ვფიქრე რომ მარტივად ჩაივლის ვფიქრე რომ არაფერია კაცო გაივლისა ბაბა ეხა ხوار დარჩებ და ყოველდღე მოწმენდი ჩუნად რა გადავხდიდი შევამოწმენდი და რაღაცნაირად დღითი დღე რომ ცოტა ფერს იცვლიდა და რაღაცნაირად ბუნებრივ ფერს არა მაგრამ ისეთ საშინელი ფერი არ იყო მომეცა იმედი რომ რა მაგარია მოვისუნთქე და მაინც რა არიცი ცნობილი ძალიან ცუდი რამე, მაგიტომ ამბობ, საზიზღარი რამე. იმდენი რამეა ჩამახსოვს. რა. ხდება რა, შანსი არ არის. შინაგანად რომ ხდები და რო არ გინდა რომ დაიჯერო, რომ გამოუთხდე საკუთარ თავს რომ რაღაც ხა სუდი ხდება ირმა შენ თავს რაღაც სუდი ხდება შენ თავს და არ გეუბნებიან. მე ერთი კითხვა დავსვი ორი კითხვა. მე მითხრას მაქსიმალური პასუხი რომ აი საწყისის ტრაუმა რომ ძაფრი არ ყოფილიყო. ჩემო ექიმმა მითხრა ეს სხვისი ენით და შემოთვლებით რომ აი 1 თვე ნახევარი მაქსიმუმ 3 თვე
მე იყო 6 თვე. ხო რა ნუ ეს რეაბილიტაციის და კურსია გასავლელი და ეს შენ არ გეგონოს რომ ეხა ისეთი ოპერაცია გაიგეთო ადგებიდან გაირბენ და არა ამას რეაბილიტაცია სჭირდება წლებია თვეების სჭირდება. საბოლოო ჯამში მე დავიცვი და მეთქი ხარ ზუსტად რამდენი წელი სჭირდება თქო რა ჩემი არჩევი თქო და მაშინ უთხრა რომ მოდიო ხო სწორიაო დაახლოებით 8 წელი სჭირდება რომ ფეხი დადგაო. მე ვერც იმას გეტყვი რომ გაიგბენ და გაივლი, ვერც იმას გეტყვი რომ ვერ გაივლი. ანუ შენზეა დამოკიდებული. და ღმერთს დამოკიდებული რომ შენ როგორი ვარ ჯიშებ, როგორ წავა კლინს პროცესი და ნუ ხო პედისე რა არის თუ არა რომ გაიარო. აი ჯერ ხო ვერ მეგოებოდი რაც მითხრათ და ესეთი იყო რა ძიმე მოსასმენი. იმიტომ რომ რაღაცნაირად ვფიქრა რომ ვა ბიჭო სიკვდილი ხო არ ჯობდა ხა ამას. მე აკროვზი ვარ და გავუჭდები. ძალიან ძიმე პერიოდი იყო, მაგრამ არც ერთ ჩემ მეგობარს არ დაუტოვები ვარ, ვინც გამომყვა მაგ საკითხში ბოლომდე მერე, ვინც ვერ ზოგს აქვს მომენტი რომ უნდა დაგიმახსოვროს ისეთი როგორიც იყავდა. ხო. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია რა. მე ვთვლი რომ ზოგს არ აქვს ისეთი ძლიერები ფსიქოლოგია რომ დაგიმახსოვროს და თავიდან კი. ხო, არის გამაღიზიანება. თავიდან როგორ არა, მეთქი რას ნიშნავს მე ხა მიჭირს და ეხლა მინდა ჩემს გვერდით იყოს მეგობარი და როცა არ მიჭირს და ფეხზე დავდივარ, ახლა ყოველთვის კაია. რა თქმა უნდა, მარტივია. პირიქით ის ხო არ ქონდა, აი შეცოდების ის ხო დაგიჭერია ვინ და აი მე ჩემ მეგობრები არა ჩემ მეგობრები როგორ მეკცევდნენ იცი თითქოს აი ერთ ლეველზე რო აი როგორ იცი ხა მართალია ძალიან მიფრთხილდა და თავიდან არ იცოდნენ რომ ეს თვალებში მიცინებდნენ მაგრამ ერთადერთი ადამიანები იყვნენ ვინც რაღაცნაირად მართლა მსხვერპლად არ მიქონდნენ რა და შეიძლება ჩუმად ცალკე ტიროდნენ და მართლად იროდნენ და ძალიან რთულად ჰქონდათ საქმე მაგრამ ჩემთან ცოტა ისეთები იყვნენ სხვანაირები რა და არ ქონდათ რომ აი მე არა არანაირად მაგრამ ისინი ვინც ვერ შემხედა უკვე ვერ დამინახა ჩემი ამ ახალი მდგომარეობით მაგათაც კარგად ისმის იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორი ფსიქოლოგიის ადამიანები არიან როგორი გამძლეობა აქვს შეიძლება თვითონ იმას კი არ უფრთხილდება რომ შენ არ დაგიმახსოვს თავის ფსიქოლოგიას უფრთხილდება რომ არ დაეცეს ახლა და ახლა მე გავუკეთო ბრაზებული ვიყავი რა რავი აი როგორ შეიძლება ბავშვობიდან მოყვება და რა ყველგან ერთად იყავით ერთად სუნთქავდით და მართლა ეკრება და უცებ შენ ისე გაგიჭირდა ცხოვრებაში რომ გაქრა ხო არა თუნია მომენტი და გითვლი და შემოგითვალა რომ იცი რა მაგრამ მაინც მიყვარს აი მაინც მიყვარს ადამიანები ვინც მართლა მაინც როგორ მაქიცი რომ იმ კარგი რა შენ რა იცი მათმა როგორი პროცესი გაიღო მაგათთვის როგორი ძნელი იყო მაგათთვის შენ რას ნიშნავდი და მე შენი შეცვლილი მდგომარეობა იქნება შენს გამო საერთოდ ყველაფერი ჩამოაინგრა ფსიქოლოგიაში ხო და ამიტომ რაც უფრო ნელ-ნელა ვიზრდებოდი ჩემ მდგომარეობასთან ერთად მით უფრო მეზრდებოდა ჩემი მსოფლმხედველობა მით უფრო ფართო არეალზე ვიხედავდი ხო და აი მაინც ვცდილობდი რომ არ გამეგორა მაგრამ ნელ-ნელა დაუხვინდი თქო ეს რომ რაღაცნაირად გავიზარდე ამ მდგომარეობამ იმ ომისგან განსხვავებით სხვანაირად სხვანაირად გამზარდა. ამან კიდევ უფრო სხვანაირად გამზარდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კომპლექსები მქონდა, არ მიყვარდა საკუთარი მდგომარეობა, ვერ ვიტანდი, აი მე ზიზღებოდა, ვამბობ ამას ძალიან მამალა, იმიტომ რომ ყველაფერი შემიცვალა. რაღაცნაირად ქალმოქმედების ობიექტად მაქცია. ხო ვიღაცის თვალში მხლასი და მე ვიყავი ბავშვი პირიქით როგორი გოგო ვიყავი იცი რომ არანაირად არავინ არ მინდოდა რომ რაღაც ჩემთვის რა ზედმეტად რაღაც დახმარების ხელი სხვა იყო შეცოდების ხო აი ეს საშინელი პირიქით აი როგორ ვიდექი იცი რომ რაღაც ალბათ ბავშვობიდან გამომყვა ეს ბრძოლის ჟინი იმიტომ რომ მე სულ არ მახსოვდა ჩემი თავი არ მახსოვდა წინა პონზე ყოველთვის სხვა იყო და მე და ალბათ მაგითო ხები რომ აი ჯერ სხვა და სხვა არ დაჩეგრო და სხვა არ შეიბრალ და რა შეჭერ შენ იმიტომ რომ რაღაცნაირად უფლებებზე ბავშვობიდან მიწევდა ბრძოლა და დღემდე ვიცით რა ვიცი მოკლედ ყველაფერი ცუდი მომიტანა იმ პერიოდში ეტყობა რა სანამ მეგობრები გავხდებოდით რეალურად საშინლად არ მიყვარდა
ვარ. რამდენი სანამ არ ხანში გავიაზრე, დამეგობრდით? დაახლოებით 4 წელი დამჭირდა, რომ შემომეშვა რა. ხო. მე თქვა, რომ ბიჭო, ერთადერთი ეს არის საშუალება, რომ ადამიანი ერთადერთი საშუალება, ჩემ ფეხებია, ანუ ერთადერთი საშუალება, რომელიც მეხმარება გადავადგილ და ცოცხალი ხო არ არის, კინა არის, ანუ დააშავე, შენთვის გამოიგონეს. მიდი რა, თუ გინდა იმეგობრე, თუ გინდა ნუ იმეგობრებ, შენზე არის დამოკიდებული და თუ გინდა რომ სახში ჩალპე და უკაცრავად და ეხა იჯდე ისე, არავინ დაგინახოს 3 წლით ქუჩაში, ეგ ჩემი არჩევანია რა. და შენ თუ ესეთი სუსტი ხარ ირმა, მოდი რა მაშინ შენ თავს შეიყვე, როგორიც ხარ და დარჩი სახლში. და ის არ მომეწონა ეს დიალოგი საკუთარ თავთან, რომ მეთქი არა. აი, როდის გადაწყვეტე და всё, ირმა, აი ხა შენ და პირველად წავედი დაასრულა ეს შენი ამბები და ძალიან დიდი დრო დამჭირდა მაგისტრი საბოლოოდ რომ რამე გახდა ამის აი ეს მომიყარა თაბა რა იყო. როგორც ის სარეაბილიტაციოდ. ხო. და რომ მაშინ ეხა უკვე რუსეთი არ არის, რუსეთმა წაიღო უკრაინა ყირიმის სარეაბილიტაციო ცენტრებით განთქმული არა და სააკში ვიყავი ბურდენკო ესეთი ძალიან ბევრი ქართველი დადიოდა და ერთ-ერთმა მისჩია ვინც გავიცანი შემდეგ კოლექტივიდან. ხო. და ერთ-ერთმა მისჩია რომ ძალიან კარგი სიტუაცია ჩვენს დავდივართ ჯანდაცვაში რაღაც ეს შეიძლება ჯანდაცვა მაშინ პერიოდში არ დამიფინანს არაფერი, მაგრამ მაშინ ძალიან ნაკლებად მაქსიმალურად ყოველს მხრივ სერიოზული პრობლემები იყო რა. და რეალურად მე ჩემ ოჯახის ხარჯებით ლამის ბოლოს ბინა გავაყიდინე, მაგრამ ვიტყვი ეგონება და ძალები და დღესაც ვხარი რომ არა ბინა ერთადერთი რაც გვაქვს და მე ან გავივლი ან ვერ და იცი რა ეხა ღიაცის ქვეშ რომ დავრჩეთ ეგეც არ მინდა. ხო. და საბოჯამში დედამ თქვა რომ მე რად მინდა ვცხოვრობ, მაგრამ ნუ ესეთ სიტუაცია იყო, მაგრამ მე ხარ ცხოვრობდი ჩემი ძმა, ნუ ხო რა ძმის ოჯახი და შემდეგ მოკლედ ეს თემა არის რომ პირველი წასვლა უკრაინაში დავრჩი მე მგონი ერთი თვე მამაჩემ წამოვა, ჩემთან ერთად ვიყავი და შოკი რატომ მივიღე ისიც რომ პირველად ნახე ცხოვრებაში ამდენი შეზღუდვა პირი და ამდენი სხვადასხვა შეზღუდვები. ხო. მაინც შოკში ვიყავი, 2 კვირა გარკვეულ გამოდიოდი. მეთქი ეს სად მოვხდი და ეს რა არის და მე ხომ მეგონა რომ სოფლიოში მარტო მე ვიყავი ესეთი. აჰა. და პირიქით შეცვალა მე როგორ თქვენ იყავ და დაინახეთ რომ ხართ ერთობები დამეწყო გამარჯობა მეთქო შემეშინდა. შემეშინდა სხვა დაზიანების მქონე ადამიანების დანახვა შემეშინდა. მე რიც რა გავიაზრე. თურმე მე მქონია კომპლექსი. ანუ მეც რომ ფეხზე მე ანუ კარგას დავდიოდე. ხო. ეს ცნობიერება რო იყოს ახლა სხვა თემაა. ხო. ალბათ მეც ისე ვფიქრებდი, ხო იცი სანწყალი. ვითომ? აი ესე გამოდის, იმიტომ რომ 2 კვირა ვერავის ვერ ვაგნებოდი გამარჯვებას. ანუ ხო, არ მქონდა ინფორმაცია. მეგონა ყველა ხეიბრები ვიყავით ბრჭყალებში და ყველა როგორც გვეძახიან დღესაც ინვალიდები ვიყავით და ასე შემდეგ რა. ანუ ბენეფიციარები რა. აი მოსავლელი ტიპები რა, ხელი თავზე ხელი, წყალი მიუსხა, საჭმელი უნდა აჭამ. მოუარო რაღაც. აი ესე მეგონა მეც. და მაქსიმალურად დამოუკიდებელი გავხდი 2 მივლინების მერე უკრაინაში. ნუ გავხდი რა მინდოდა რომ გამხდარიყო, მაგრამ მე დედა შემამთხრა, გარდამტეხი იყო რა, რომ უკრაინიდან ჩამოვედი და ვაყენებ ჩემ წესებს ახლა სახში. არავინ არ დამეხმაროთ. აჰა. და მიქისე მიწყონა, იქ ერთხელ ჩამოვარდი საწოლიდან. ხიდექი რა, გებოდი. რაღაცებს დახმარებით და სპასტიური მაქვს ფეხი და ძლიერი არა, მაგრამ საკმაოდ ისეთი მაქვს, რომ დგომის დროს დიდი ხანი მომიწია დგომა. უკან ეტლი რაც მედგა. ფეხმა სპასტიურმა თავის იქნა გაარტყა ფეხი უკან და გააგორა. მე ჩამოვეკიდი ამ ტოფინგზე, კაინძლეოსანივით და ჩამოვარდი ბოლოს. დავჭერდი თავი. ეტლი შორს არის, საწოლი ვერავდივარ მაღალია. როგორღაც მოვახერხე და მოვიკრიფე მთელი ძალა და მაშინ არ მქონდა იმხალა ძალა, მაგრამ გამხდარი ვიყავი და ეს ძალიან კარგი პლუსი იყო. და 9 საათი ვიწვალე ეტყოლში რომ ჩამოჯდარიყავი დაბლიდან და ეს პრაქტიკაა დღეს მაგას აკეთებენ და ჩვეულებრივად რავი ადამიანები ბევრ რამეს ეტლით
და ეტლის გარეშე ცდილობენ რომ ჩამოვარდნენ შემთხვევაში როგორ ნახვი და გასწავლენ მაშინ იმასწავლე. კი ბატონო. საბოლოო ჯამში მივედი საწოლზე გადავჯექი და დავიწყე აი როგორ ვტიროდი სიცხარეც რომ ვტიროდი სანამ ამ პროცესს გავდიოდი და როცა უკვე საბოლოო ჯამში მოვახერხეს წამოდგომა მოკლედ საწოლზე რომ დავჯექი და გადავჯექი უბრალოდ და ის კიდე ცხარეც რომ ვტირი მეთქი გოგო შენით ვერ გადათხარ ნორმალურად და მეთქი კაიაზრე ხარაკენით ხო და ისე გავბედდი ერთი ხო რა მცირე დეტალია მაგრამ იმ ხელა ბრძოლა გადავლახე ეგეთებში არის ხო აი როგორი თემა იყო იცი რომ ბევრი იყო ისეთ რაღაც მე მომრელმა გვიან ღამით ხო იცი რომ გაგიტკბება რომ ამდენი წელია როგორია იცი რომ გარეთ გასეირნების გემო არის ხო თან ისეთ ასაკში ხარ რომ მეგობრები გინდა გართობა გინდა და შენ ამ დროს ეტყში ზიხარ და ფიქრობ რომ შენთვის არ არის პირველი დისკოთეკა მანდი იყო ნუ რა იყო დარბაზი იყო მუსიკა იყო ჩართული და თელი ჩვენი თელი ჯგუფი ვიყავით ჩინი და ხან ვინც ეკო ვისაც არ მე მერიდებოდა თავიდან რაც ეკვა ეტყში როგორ უნდა ვიცეკო ისეთ თან ცუდი დამოკიდებულება არა ჯანსაღი დამოკიდებულება მქონდა მე თვითონ საკუთარი თავის მიმართ და რაც ძალიან დიდი სისულელი ანუ მე ამოვაჩინა თქმა უნდა და მივხვდი და ეხლა სხვა პრობლემები რომ სისულელია მე დავიწყე როგორც იპრანჭაობა ნუ ხალი ვარ აბა ეხლა როგორ ხო პატარა კი ვიყავ 21-ის ვიყავ მაშინ ხო რა და ნუ ეს გაპრანჭა მინდოდა კარგად გამოვიყურებოდე ყოველთვის მინდოდა რომ კარგად მწმოდა რავი ხო არ მინდოდა რომ ტაბუდამედო რომ ეტყით მოსარგებლეები მხოლოდ ჩარლებით უნდა ყოფილიყვნენ შეიძლება და ლამაზი კაბაც ნახაც კაპუნარი და მალგუსლებს არ გიზდები მაგრამ ეს შეიძლება იმდენად კარგი გაკვეთილები მივიღე ცუდი გზის გავლით ხომ რომ მე მეგონა რომ ცუდი გამოწვენიქით გადასარევი გამოცდილება იყო რომ მე ჩემი თავისთვის მიმეცალება ყოფილიყავი დამოუკიდებელი და აქედან ჩამოვედი მერე დედაჩემს განვუცხადეს ახალში რომ მეთქი არავინ არ მეხმარებით ეს პაკეტებ ჩემ და დედაჩემ კარგია შენ როგორც სიტყვა შენ როგორც გინდა და დედაჩემ რომ ჩამოვიდა და ჩემთან უკვე დასახდა რომ ჩემთვის მოიგულოდა ყველაფერი გაიკეთებინა რაც შულს ჭირდება დახმარებისთვის მის სახეზე ფილმი არ მინახია რა საერთოდ და ძალიან დიდი ხანი და გადავწყვეტე რომ ანუ რჩები აქ ან აგრძელებ ცოტა სხვანაირად და მე დაიწყო ცვლილება რომ გააგრძელეთ მეტი კომუნიკაცია მეტი გარეთ გასვლა მეტი სეირნობა მეტი ადგილების წასვლა სადაც მოგზაურობა რა მინდოდა იცი რომ სახლში არ მინდოდა ყოფნა რა ძალიან ბევრს ვარჯიშობდი რომ დედაჩემისთვის უფრო დედაჩემისთვის იმიტომ რომ ჩემი თავისთვის რა თქმა უნდა ერთია მაგრამ დედაჩემს იმედი დღემდე აქვს და ვიყვარდი და გაივიდა დედაჩემს არ ქონოდა იმის შიში რომ ჩემი შვილი არ აკეთებს ყველაფერს რომ გაიაროს ან მე ვერ ვაკეთებ ყველაფერს რომ გაიაროს და აი მაქსიმალურად 9 წელი რეალურად აი ჯარისკაცებით ვარჯიშობდი სახლში რომ მე გამოვიდე. ეხლა მოდი ჩვენ გადავიდეთ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის ფარიკაობა. როგორ მოვიდა ფარიკაობა თქვენთან? რატო ფარიკაობა და არა სხვა სპორტი? ანუ ვინ იყო ის ვინც გითხრათ ან რაღაც გირჩიათ ან ბედი გაცდებინათ აი საერთოდ ვინ დაგანახათ ეს ამბები ფარიკაობა მოვიდა მართალი თქვი აი მოვიდა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მუცნაურად და დარჩა ეს მაშინ მუშაობდი საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტში როგორც ოფის მენეჯერი და თეორიული შეხება ყველა სპორტის სახეობასთან რაც იყო პარასპორტი მაშინ რაც გქონდა შეხება მქონდა თეორიული რა თქმა უნდა მაგრამ ახლა პრაქტიკაში მე სპორტის სახეობები მანამდე იყო რაღაც აქტივობები რა თქმა უნდა იყო ბოჩას სტილის კინის ბურთებით აქტივობა იყო კალათბურთი აქტივობა ძალიან ბევრი იყო აქტივობა მაგრამ როგორც ესეთი მე უბრალოდ როგორც მოხალისე ისე ვერთვებოდი და ეს მოსარგებლეები ყავი და მაინტერესებდა რა რატომაც არა თუმცა აი ესე პროფესიულ დონეზე რაღაცას დავეუფლო მით უმეტეს სპორტს ხო ანუ ეს ხო ჩემს რაღაც
წარმოუდგენელი და შემოთავაზება მოვიდა, რაც დავიწყო მუშაობა პარალიმპიურ კომიტეტში წლის რაღაც მიწუს გაზაფხულზე აგვისტოში რა. ხო. და მითხრეს რომ სპორტსმენებს ეძებენ ორი დიდი მაესტრო მერაბ ბაზაძე მალხაზ მესხი. აჰა. არაფერი კაუბის განვითარება უნდა საქართველოში და სპორტსმენები არ ხართ და ჩვენი ფუნქცია პარალიმპიური კომიტეტის მაშინაც და ეხლაც იყო და არის სპორტსმენების მოძიება, მათი მომზადება, სხვა პრობლემების მოგვარება ამ საკითხებში და პარალიმპური სხვადასხვა სპორტის სახეობაში მათი ჩართულობა და წარმატებას თუ მიაღწევენ, ეს კიდევ ცალკე ბონუსია რა თქმა უნდა. ხო და ახლა მეც ვეძებ, აბა რა ვინ ვიპოვო და ჩემი მეგობარი თინა თინრევაზიშვილი მაშინ იყო ვიცე-პრეზიდენტი პარალიმპიურ კომიტეტში მეუბნება რომ გოგო კი ხარ 27 წლისო მაგრამ შენ აქტიური გოგო ხარო და რა ვიცი ჩაერთე ჩვენთან ხო იცი ასაკი არაფერს არ ნიშნავს ზივარ ხო და მეც დავიდა ახლა ვიხუბრე და გაგვეცინა და მართლა გეუბნებიო და კაი მეუთხარი თინა ხა ესე მწირავდით კიდაც ფარიკაობა რა საერთოდ არ ვიცი რა არის და ხო კაი მართლა შეხება მქონდა რეალურად ფარიკაობასთან წიგნებით და ისე თეორიულად და ფილმში და ესე როგორც სპორტის სახეობა დედასკეპცები გაგონილიც არის ხო და აი შოკში ვიყავ მეუბნები რა სისულელეა და ძალიან ხშირად ვარ შოკში მოკლედ საბოლოო ჯამში 1-2 წუთის შემდეგ რაღაცნაირად დავფიქრდი რომ ეს გარემო ძალიან მომწონს კი ჩემი მეგობრები არიან ჩემი კოლეგები ჩემი გარემოცა მაგრამ 4 კედელი მაინც არ მომწონდა რა აჰა აი საბუთებთან კონტაქტი კი ბატონო მაგრამ აი რაღაც ერთი და იგივე რუტინა არისო ჩემი და მეთქი კაი მოდი გავიცნობ ხო და ნუ სასაცილო იმიტომ იყო რომ მაინც ვფიქრობდი ხო რანაირი ის არის სტიგმა არის რა ვფიქრობდი 27 წლის ასაკში ეხლა ბერდები და რაღა დროს სპორტია რაღაც მეთქი აჰა დაასრულა ხა კარიერა 20 წლის ასაკში ასრულებს კარიერას მე 27 წლის ასაკში მოვიდა და დაეწყო და კარგი მეუთხარი თინა ჯანდაბას მოდი ვცადოთ თქო და კარგი რაღაც შედეგი მოვიტანეთ მე ხო გავიცანი ჩვენთან იყვნენ ოფისში მოსულები მალხაზ მესხი მერაბ ბაზაძე ამიხსნეს სიტუაცია მალხაზ მესხი წვნელია კი წვნელია და მოკლედ მაშინ ვიყავით მხოლოდ მე და ნიკოლოზ ხატიაშვილი ჩვენ ორმა დავიწყოთ პიროვნი ქალი და ნუ მამაკაცი ყავდა თორე პარამოფარიკავი არ ყავდა კაც პირველი მერცხალია ჩვენთან მოკლედ მე შემოგვერთა რა თქმა უნდა აისაფის მისიაში დაჭრილი ჯარისკაცები და კარგი ხანს იყვნენ ჩვენთან მაგრამ საბოლოო ჯამში რამდენი დავჭით 3 გაგოვართ მეოთხე ქუთაისთან შემოგვერთა მარიამი და აჰა ძალიან კარგი გუნდი ვართ ეხლა თუმცა მაინც ძალიან რთული საკავიარეთ ხა ძალიან ბევრი შრომა ენერგია დრო აბსოლუტურად ყველაფერი ჩავდეთ ხო მე და ჩემმა გუნდმა და ჩემმა მწვრთნელებმა აი რა ვიცი მადლობა მათ რომ დღეს აი ესეთი კარგი პროდუქტი ვარ ფარიკაობაში მადლობა რომ შემაყვარეს ეს სპორტის სახეობა და ნუ მადლობა ყველას და ყველაფერს და მეც რომ ეს კარგი შედეგები დავწერავ. კი ბატონო. ტექნიკურად რამდენად რთული იყო აი ეტნით არ წარმომედგინა როგორი მომენტი იცი რომ მეგონა ეტლის უნდა მეულო და ესე მექანიკაო არა ფიქსირებული ეტლები არის ბილიკი სადაც არის ჩარჩო ამ ჩარჩოზე ფიქსირდება ეტლები და მოკლედ არ მოძრაობს მხოლოდ შენი ზედა ნაწილი. ფეხზე დადის თუ ვერ დადის მაინც ეტლში უნდა ჩაჭდეს და იმოძრაოს ზედა ნაწილი, მაგრამ ძალიან მძიმე სპორტია, იმ ხრივ რომ გონებრივი სპორტია რა და გონებრივი შესაძლებლობები უნდა გქონდეს უმაღლეს დონეზე, რომ ამ სპორტს გაუგო. თან უნდა იყოს ცოტა ნგლი, თან უნდა იყოს ცოტა ისეთი გამტანი რქები, აუცილებლად ბრძოლისუნარიანი უნდა იყოს, აუცილებლად ინტელექტუალი უნდა იყოს. ანუ ერთ სპორტის სახეობაში მთელი ჭადრაკია ჩადებული. ხო. აი მთელი სვლები უნდა გათვალო, კომპლექსურად. აი შენი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიაზე ისე უნდა იმუშაო და ისე უნდა, რა ვიცი, განჭვრიტო რა, ბოლომდე დაინახო რენტგენივით
გადაუღო, რომ მე შენი შესთავაზე ისე რომ საერთოდ ვერ მიხვდეს რომ შენსაც თამაშობს. იმდანად აი თან ორთაბრძოლა რა, ჭადრაკი ხო ის არის თამაშმეცლებია. ანუ გააგდო, აქ არავინ არ გიჩხუბება, არავინ არ ღრიალებს, მაგარ სვას რო გააკეთებს, ჩვენი მაინც ორთაბრძოლა. ჭადრაკი ორთაბრძოლა. ანუ რეალურად ისეთ ცვლები გვაქვს გასაკეთებელი და ისეთ სწრაფ დროში კიდე სხვაობა ეს არის. ხმალი განსაკუთრებით რთულია იმიტომ რომ ხმალი არის თქვენ ძირითადი. კი, სამი არაღის სახეობა დისციპლინა, სამი არის რაპირა, დაშნა, ხმალი, საქართველოს მაინც ძლიერია ხმალში. ხო. ხმლები, ხმალი ავლესო. ოდითგან რეალურად ხმალში ძალიან ძლიერები ძლიერია ვიყავით. ხმალში. უფრო ბევრად ვიდრე რაპირა დაშნაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რაპირაში არ გვყავს კარგები, ან დაშნაში არ გვყავს ძალიან კარგი თაობა მოდის და წესით ძალიან კარგი თაობა გაიზრდება და ძალიან ბევრი მოთხოვნა წამოვიდა. ვინ იცოდა 10 წლის უკან ვინ იყო ზოგადად ფარიკაობაში წარმატებული მოფარიკავე თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს. მოკლედ რა და არ მეგონა რომ ეს ჩემი ფარიკაობა ესე გაიდგავდა ფესვებს ჩემს ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში პირველი მისვლა ფარიკაობის დარბაზში ფედერაციაში თავიდან არ გქონდა პარასპორტის განვითარების ცენტრი მაშინ და ვარჯიშობდით ფედერაციაში ფარიკაობის და აი მივედი კარებში მოვედი თუ არა დარბაზში მოვედი თუ არა მართალია ამიყვანეს იმიტომ რომ არ იყო ადაპტირებული აი ყველა ის თვალები ყველა ის დამოკიდებულება პირველი გამარჯვება იყო გადამწყვეტი რომ მე იქ დავჭი მითხარით პირველი გამარჯვება პირველი მედალი და პირველი გამარჯვება მითხარით აი რა ემოცია მოიტანა ფარიკაობა არ არის მხოლოდ სპორტი ჩემს ცხოვრებაში ფარიკაობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ჩემი ხმა კი ბატონო ნამდვილად ესე ჩვენი თემის ხმა შედეგის შემდეგ ყოველთვის შეგვეძლო გვესაუბრა არა მხოლოდ შედეგებზე, არამედ ჩვენს პრობლემებზე. ეს მართალია პროფესიული სპორტია და ჩვეულებრივი სპორტის თანასწორია. ჩვეულებრივი ხო არის განსხვავებები აქვთ ხოლმე. აი სპორტი ეს არა. ჩვენ უფრო მეც დებთ ენერგიას და ფიზიკური შეზღუდვის მიუხედავად იგივე დატვირთვით მუშაობთ, რა დატვირთვით სხვა სპორტსმენები. ხო? და მთელი ჩვენი ენთუზიაზმი დევს მაშინ. უბრალოდ ჩვენ შორის სხვაობა ეს არის ჩვენ სხვანაირი ბრძოლის უნარი გვაქვს. ცხოვრებამ გვასწავლა ეს ბრძოლა და აქედან გამომდინარე ფარიკაობა ჩემთვის არის ბერკეტი. ხო? ვისაუბრო ბევრი ადამიანის სახელით. ფარიკაობა არის სპორტის სახეობა, რომელმაც შეცვალა ჩემი მხედველობა, ჩემი ურთიერთობები, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ყველა კომპლექსი, რაც თავში მქონდა, ყველა ყოფითი პრობლემა, რაც ხელს მიშლიდა და მიმოხვედრა, რომ ვისაც შენთან არ უნდა გავუშვი. ვისაც შენთან უნდა დარჩება ის და ვიცით ეს ყველაფერი და აი მლიქნობა არ არის ჩემი. ხო. იმდენად არისტოკრატიული სპორტის სახეობა ბევრ თვისებას გძენს. ან გაპოვი საკუთარ გასწავლათ სპორტმა. რა აღმოგაჩენინათ საკუთარ თავში თუნდაც. რა არ მეგონა რომ შემეძლო ყველა მარცხის შემდეგ გამოგრძელებული. ხო. არ მეგონა რომ მარცხი ასეთი მძიმე იყო. და არ მეგონა რომ გამარჯვება კიდევ უფრო მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რაც გაიარეთ, ეს იყო მართლა აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრ რაღაცას ჯერ კიდევ სუსტი და მუშაობა მჭირდება. აღმოვაჩინე რომ ფიზიკურად თუ ვუძლებ სადღაც ფსიქოლოგიაში ვერ ვარ კარგად და ბევრი რამე შენ თავს გასწავლის, შენ თავის შეცნობის პრობლემები სადაც რეალურად მართლა ბედნიერებაა რომ ეს მომენტი შენ ცხოვრებაში დგება, რომ შენი თავის შეცნობის ეტაპი ცხოვრებაში. პირველი გამარჯვება ზოგადად ვამბობ, რომ მედლები არის ესე ტორცე მარწყვა. ძალიან დიდი შრომის შედეგი. ხო. მაგრამ მედლებზე მნიშვნელოვანია რას ეუბნები შენს თემს. ამით რას ეუბნები ადამიანებს, ვისაც გონიათ რომ საბურავებზე დასრულდა. ხო. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემს მხოლოდ სპორტი, ჩვენ ვართ ხმა. ხო. ჩვენ ვართ ხმა საქართველოსი, ჩვენ ვართ ხმა საქართველოს გარეთ. ხალხის რომლის ხმა აუცილებლად უნდა იყოს აგონილიც და მოსმენილიც და შესაბამისად ჩვენ გარდა იმისა რომ სპორტსმენები ვართ პროფესიონალ დონეზე ვუგულობთ ყველაფერს და
არ ვიცი, მაქსიმალურად ღირსეულად ვცდილობთ ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ სხვა სოფიო არენაზე, თან იმხელა არენაზე, რომ ჩვენ თვითონაც გვიშინია პასუხისმგებლობა გვამძიმებს და გვიმძიმებს იმხრებს, ხო? მაინც გვაქვს და დაგვყვება ის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ სპორტსმენები არ ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, ვისი ხმაც უნდა ისმინდეს ყოველთვის და ეს იმდენად დიდი ემოცია და იმდენად დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა იმხელა ძალაა, რომ შენზე ბევრია დამოკიდებული, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი გამარჯვება. ჩემი პირველი გამარჯვება იყო კანადაში პირველი მედალი იყო. ხო? ბრინჯაო, რომელიც ოქრო მეკონა. ოქროდ მიმაჩნდა და დღემდე ოქროდ მიმაჩნია, რომ პირველი გამარჯვება ყველაზე ტკბილია ზოგადად. ეს პირველი გამარჯვება იყო. მანამდე ჭიდილი იყო, რომ არ მინდა ფარიკაობა, რთულია, ბევრი იყო ესეთი და ჩემი წვრთნელი გამომხედა, ხეცურენ რა დრემონდი წყენია. შენ რა იცი, ჯერ კიდე რა შეეჭიდე და დღემდე ვსწავლობ და დღემდე რთულია დამარცხებებთან და გამარჯვებებთან ხო რაღაც ჰარმონიაში ყოფნა. იმიტომ რომ დამარცხება თავისებურად ცოტა დეპრესიულია და რაღაცეებში თავდაჯერებულობას გადაგინებს და მე გიწევს ამ თავდაჯერებულობას. აი როგორც კუნძ მოადუნებ, ხო იცი? არა ვარჯიში. და მე გაგიჭირდება ვარჯიში და ცოტა პერიოდი გჭირდება რომ მოვიდეს კუნძი აზერზე და ესე გჭირდება მარცხის შემდეგაც, რომ ცოტა ფსიქოლოგიას რადგან ეხება ცოტა უფრო რთული ახალგაზრდული პროცესია, მაგრამ გამარჯვებაც არ არის მარტივი. გამარჯვება შენარჩუნება სჭირდება და იმის შიში გაქვს ყოველთვის, რომ რაღაცნაირად აი მარცხები გემოისაუბროთ. მარცხები და გამარჯვებები ვახსენეთ და მინდა რომ გაიხსენოთ ერთი მარცხი და ერთი გამარჯვება, რომელმაც ძალიან იმოქმედა თქვენს ემოციურად, ფსიქოლოგიურად. ორი ესეთი ეპიზოდი. ყველაზე ცუდი რაც მახსენდება მარცხი, ეს არის ტოკიოს პარალიმპიადა. არის არმონები, იმიტომ არის იყო შოკი, დამადუმა საერთოდ. მაგრამ ტოკიოს პარალიმპიადაზე ყველანაირად მზად ვიყავი გამარჯვებისთვის და დაემთხვა COVID პერიოდი და ძალიან ბევრი სირთულე და ჩვენ დელეგაცია რომ ჩავფრინდით ეგრევე დამდგინდა ერთ-ერთი დელეგაცია COVID და კონტაქტები ესე მიგხსნეს აეროპორტიდან და საერთოდ გარეუბანში ვიყავით და ეს გარეუბანში საერთოდ გაუხსნელ სასტუმროში და გვეცხოვრეს და შეგვეცხოვრეს და მოკლედ 11 დღე და ამე ოთახიდან გამოსვლის უფლება არ მქონდა, წინა საშიჯბებდა ძალიან გავხდი, ვერ ვჭამდი, ვერ ვივარჯიშე, მე ნელ-ნელა დავიწყე რა თქმა უნდა. COVID-ის კარანტინში ვიყავით ჯერ კიდე როცა ვიასპარეზე ხმალში 25 აგვისტოს. აი მე 2021 წელია 25 აგვისტოს ჩემთვის ტრამირების ყველაზე პიკი. ფსიქოლოგიურად დავისტრესე, ისე დეპრესია მქონდა რომ როდესაც წავა. ალბათ ეს იყო მოლოდინი, რომელსაც მე თვითონ ვამბობ რომ მე მეგონა რომ ჩემ თავს გამოცშუა იმედები და მე უკვე სხვას. ანუ მე თვითონ ველოდებოდი ჩემგან აი ოქროს და ვერ მოხდა რა. უცებ ყველაფერი მაგადასწია მოგებას და წავიდე 4-ში დავრჩი რა. საუკეთესო 4-ში დავრჩი, მესამე დღეც ვერავინ. რას უკავშირებთ ამას? აი ეს არის ფსიქოლოგიური არამდგრადობა რა. ეს არის ზოგსთან დაყოლილი აქვს. მე სამუშაო მაქვს ახლა. წლები ვმუშაობ, ოღონდ მე თვითონ ვმუშაობ და არ დამსჭირდება პროფესიონალი, დამსჭირდება ფსიქოლოგი რომ ის შიშები რაც გაქვს და ცუდი აზრები სამართავია ჩვეულებრივად რა. ანუ კრიზისული მდგომარეობის და სიტუაციის მართვის ძალიან ბევრი ტექნიკაა და ჩვენ არ ვიცით ეს ტექნიკები და ტექნიკებზე უნდა იმუშაოს სპორტულმა ფსიქოლოგმა და ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ ერთი სპორტული ფსიქოლოგი გვყავს მთელ საქართველოში და ყველა მაგაზე ვართ ჩამოკიდებული და ძალიან დიდი იმედია ეს გოგო ჩვენი, მაგრამ სხვა ფიზიკურად არ არსებობს და სხვა ფიზიკურად ვერ ვიპოვეთ და მე ხა ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, მაგრამ სპორტული ფსიქოლოგი კიდე სხვა მცნებაა. ამიტომ მე მაგალითად მჭირდება. მე ვფიქრობ რომ ფიზიკურმა მდგომარეობამ არ შემიშალა ხელი. შემიშალა ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ და იმხელა კარგად, იმხელა ანუ როგორ გითხრა, იმდენად დიდ წარმატებას ვკარგავ
ფსიქოლოგიური არამდგრადობის გამო, რომ ჩემი ტექნიკა, როგორც ჩემო მაინცის, არ აქვს მსოფლიოში ნახევარს. იმდენად კარგად ვიცი ფარიკაობა, ხმის და იმდენად განათლება იმდენად დიდია. მსოფლიო ჩემპიონი. და მსოფლიო ჩემპიონი, ან ყველაზე დასამახსოვრებელი ბედნიერი წუთები იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული როგორც იქნა მოვიპოვე და ეხლაც გვიწევს წასვლა და მე ვფიქრობ, რომ დავიბრუნებ ამ ტიტულს, ძალიან მინდა. ოღონდ მინდა, უბრალოდ არ ვიღწვე, მინდა ჩუმად წყნარად უნდა მივიდე აქამდე. მინდა და რაც გინდა ის ყოველთვის სრულდება თუ იბრძვი ამისთვის. და თუ მუშაობ ამისთვის. და თუ გამართულად შეხვალ როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. ამიტომ მე ვთვლი, რომ ერთი ყველაზე ცუდი მარცხი ეს იყო ტოკიო. ძალიან დამანარცხა, მარცხი. აი მარცხი გამიცადე და მეორე მოგება მსოფლიო ჩემპიონატი რომში 2017 წელს იყო საოცარი შეგრძნება. ეს იყო რომ საბოლოოდ დაუმტკიცე ჩემთვის რომ რა არ შეიძლება, რა აი როგორ არ წარმოგედგინა. შენ როდესაც წარმოგედგინდი irma ხეცლიანო რომ მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდი, შენი გვარი რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსა და არა არ წარმომედგინა და ამას მივიღწე. მე გუშინ ვითვლედი თქვენს მედლებს და ამერიას დათვალავი. 70 ახლა ერთმა გიმრავლოთ და რამდენი ბოლო გაგვაქვს ყველაფერი ერთად ხომ ეს დიდებში მე ახალგაზრდებში არ მიფარიკავი 27 წლის დავიწყე და ახალგაზრდებში 75 მედალი მაქვს ვერცხლი ბრინჯაო ოქრო სხვა ტიტულები მაქვს რა თქმა უნდა უამრავი მაგრამ აქედან ოქრო არის 24 ოქრო მაგარია გიმრავლოთ და ყველაზე მთავარი ევროპაც მაქვს მსოფლიოც მაქვს ყველაზე მთავარი აკრილია პარალიმპიადა. და ძალიან მინდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ შეიცოს. შეიცოს. ნუ მე ვთვლი რომ შეიცება ლოს-ანჯელესში და მე უკვე ნელ-ნელა გადავინაცვლებ უფრო სამწუხარო თემაში და თუ არ შეიცვალა, ღმერთო ოღონდ ხა არა. თუ არ შეიცვალა, ჩავთვლი რომ აი ეს მისია იყო ჩემი. და ესე იგი ის ხოსთვის იყო. პარიზში რა მოხდა? პარიზში იგივე მოხდა მინერვიულად ძალიან პარიზში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალიან მოწყდი, იმიტომ რომ B კატეგორიაში ცოტა უსამართლობა გვაქვს, არ გვყავს თანასწორი დაზიანებით კატეგორიაში ათლეტები. სოგი ძალიან როგორ ვითხრა, ჩემზე მძიმეებიც არიან. ამაც მაგაცე უკაცრავად მოძრავ, მაგრამ ჩემზე გაცილებით მეტად უკეთესი იყო ის, ვინც იყო ჩემი მოწინააღმდეგე და 1-4 ყავს ესეთი, ვინც ცოტა ისე საორჭოფოა რა, ან არის B, ან არ არის. და ბევრმა მითხრა, რომ ისე მოძრაობდაო, ეს შენ კატეგორიაში რატომ იყო, არც მაგრამ ამას დავაბრალებთ მოდი. ეს არ იყო ძირითადი მიზეზი, მე მომიქია ბევრჯერ სულ აქვს 3-ჯერ ჩემზე მოგებული. ორი პარალიმპიადა აქვს და წინა პარალიმპიადა ტოკიოში მე ვუგებდი და წითელი ბარათებით წავაგე. ადრე დავიწყდი დაწყება. მეორე ეხლა აქვს საფრანგეთში. და მსოფლიო ჩემპიონატზე ისიც მწვრთნელმა მოაგებინა 15 მოვიგე და უბრალოდ ჩემი მწვრთნელის შენიშვნის გამო ყვითელი ბარათი მოგწეს და გაგვეჩერეს და ნუ იმას შეუთვალეს შემდეგ უკვე გაგრძელებულზე. მოკლედ სამჯერ მოიგო ჩემთან და სამჯერვე ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე. დანარჩენი ვერსად ვერ გაიხარა სადაც ჩემი. და ყველგან ეშინია სხვათა შორის სადაც ხდება და ამას ვერ ვიყენებ კარგად. ეს ნიშნავს რომ ფსიქოლოგიურად ჯოკარებს, ჯობნის რა ვქნა. ამიტომ ფსიქოლოგიურად მე თუ მდგრადა ვიქნებ ტექნიკურად ვერაფერში ვერ მისწრებს. აი საერთოდ არ იცის. მითადი მოძრაობა კარგი აქვს, რაღაცებს კარგად საზღვავს, მაგრამ ტექნიკურად არ არის მაგარი გოგო რა. ტექნიკურად მე რომ ჩემი ტექნიკა შევთავაზოთ, სხვაგან არის, საერთოდ სხვაგან არის. აი მაგ მჭირდება სრული მდგრადობა. სრული სიმშვიდე ფსიქოლოგიური, სრული პანიკის გარეშე რაღაცაი შესრულებული სიამოვნებისთვის ფარიკაობა რა და ამას იმედი მაქვს რომ მივაღწევ ოდესმე და მე ვთვლი რომ ფსიქოლოგიური პროცენტულობა ძალიან მაღალია 60-40-ია სადღაც 70-30-ზე რა იმიტომ რომ 70 ფსიქოლოგიურად თუ არ კარგად ტექნიკა რაც ყველგან გაგიგო აი ყველგან მოიგებ ყველაფერს რა იმიტომ რომ არ გედარდება მოგებაზე არ ფიქრობ და თავისუფლებას აზრევ საკუთარ ცოდნას რომ გამოვლინდეს ბოლომდე და როცა თავისუფლად ხარ ყველაფერს აკეთებ აი რესურს წურავ ბოლომდე რა ყველაზე ძლიერი მეტოქე ვინ არის საკუთარი თავი თუ ის დანარჩენები მსოფლიოს ადახაზე ყველა საკუთარ თავზე დიდი მეტოქე არასდროს არ მოყოლია
და ისიც ფსიქოლოგიური ვერსია. ხმლით გაქვთ ბრძოლა მან საკუთარ თავთან თუ დავშნით ხმალზე კი არა, მაგრამ ყველაფრით ბრძოლა მაქვს და ყველაფრით ვიბრძვი, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ის უაზრო წინასწარი დაგეგმილი სცენარი, რომელიც მიტივდება ხოლმე. აჰა, მისი დაწერილი რაღაც სცენარი. და ხო, ამას დაჯერება სჭირდება და კრიზისული პროცესების მართვა უნდა შემოხოს აუცილებლად და ვთვლი რომ ხო ეს ჭიდილი აუცილებლად გადაილახება მუშაობით, ბევრი ბრძოლით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რა დამითმეთ დრო და ჩამოჯექით. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ინტერვიუ, გულწრფელი და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. და იმ დამოკიდებულებისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ და სხვა შორის ეს სხვების გასაგონებაც მინდა რომ აღვნიშნო. მე ქალბატონი ირმა შემთხვევით ვნახე ერთ-ერთ მოლში დავასახელებ სახეს და აი მივარდი და ვუთხარი თქვენი ჩაწერა მინდა YouTube არხი დავიწყე და კი როგორ არის რა პრობლემა ნომერი მომცა იგრავე. ანუ მინდა რომ მიხვდეთ რაზეც მაქვს აქ საუბარი. ასე რომ ნუ დაიფასებთ ძალიანაც თავს. და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა პირიქით, მადლობა. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ და ბედნიერად.